რა ევალება რაიკომის კომკავშირს? თქვენი მოვალება როგორც ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით ახსნა. და როგორ მიიღწევა ეს ამ დროს? ლექტორებს ვიწვევდით უნივერსიტეტებიდან, სოფლებში და რეგიონებში ვატარებდით ლექციებს პატრიოტულ საკითხებზე, გმირებზე, ის გრძნობები, რომელთაც ჩვენ ვიგრძნებოდით, ზოგჯერ სრემლები მომდიოდა, როცა სამშობლოზე ვლაპარაკობდით. სად იყო ეს სალაპარაკო ადგილი სამშობლოზე? ოჯახებშიც. კინოები იყო, პატრიოტული კინოები. უნდა ვთქვათ სიმართლე, დამოუკიდებლები კი ვართ. არავინ ჩვენი ბატონი აღარ არის, მაგრამ ფაქტიურად ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას. მოგესალმებით ხალხო. მოგესალმებით გორიდან და ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ბატონი ვალერი სუხიშვილი. ბატონ ვალერი მე დღეს გავიცანი, ბატონ ვალერი გახლავთ პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი და ახალგაზრდობაში ბატონ ვალერი გახდათ ბევრ სხვადასხვა თანამდებობაზე, მე რო არ შემეშალოს თვითონ უკეთესად მომიყვება, მაგრამ იყო გორის რაიკომის პირველი მდივანიც და ეს ეპიზოდიც ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვეცდებით რომ მოგიყვეთ გორის ისტორია ბატონი ვალერის თვალით დანახული. ძალიან დიდი მადლობა. ხო, და არის ბატონი ვალერი ცნობილი სტალინელი ორგანიზაცია სტალინელის ერთ-ერთი აქტიური წევრი და ლიდერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთავრდით ინტერვიუზე. ჩვენ ვიმყოფებით თქვენს სასწავლებელში, თქვენს მიერ დაფუძნებელ სასწავლებელში. ეს და გამომრჩა თქვენს იმაზე, მაგრამ ასევე არის პედაგოგი ბატონი ვალერი. შორიდან დავიწყებ თქვენთან ინტერვიუს. აი წარმომადგენლეთ ის გორი, რომელიც პირველად გახსენდებათ თქვენი ბავშვობიდან. რანაირი იყო ის გორი და დღევანდელი გორისგან რითი განსხვავდება? საქმე იმაშია, რომ მე დავიბადე სოფელ მეჯვისხევში. გორის რაიონის სოფელ მეჯვისხევში. ბავშვობაც იქ გავატარე, საშუალო სკოლა დავამთავრე და შემდეგ მუშაობა დავიწყე კოლმეურნეობაში რიგი წევრად. იქ თქვენ სოფელში? ჩემ სოფელში. დიდი სოფელია მეჯვისხევი და თანდათანობით მერე ბრიგადირად დამაწინაურეს, მერე თავმჯდომარის მოადგილედ. ეს რა ჭირდებოდა დაწინაურებას? როგორ აწინაურებენ საბჭოთა? შრომის მოყვარეობა და პატიოსნება. მაშინ ფასდებოდა. შედარებით მაშინაც იყო მიკერძუება, მაგრამ შრომა მაინც ფასდებოდა. მე ეს უპატრონო კაცია, რა თანდათანობით დავიწყე რიგითი წევრობიდან, გადმომიყვანეს მერე კონკავშირის ცეკას კომორგის ინსტრუქტორად ქართლის რეგიონში. მე ამირჩიეს კონკავშირის რაიკომის პირველ მდივნად და მთელი ჩემი ახალგაზრდობა გავატარე ჩემს ახალგაზრდობასთან ორგანიზაციულ მუშაობაში. და ძალიან ბევრი ის დამიგროვდა გამოცდილება ახალგაზრდობასთან მუშაობაში და მე როცა სამეურნეო საქმეზე გამაგზავნეს მეურნეობის დირექტორად კონკავშირის რაიკომის პირველი მდივნობიდან, მე უკვე ვიცოდი ახალგაზრდობას რა უნდოდა. ახალგაზრდობა რითი სუნთქავდა, რა მოთხოვნები ჰქონდათ და პირველ რიგში მე სკოლების ბაზაზე შევქმენი მინი მეურნეობა. სანამ მანამდე მივალთ, კონკავშირის რაიკომის მდივნობის ეპიზოდი მაინტერესებს. აი ეს უკვე გორში ხდება, ხო? გორში ხდება. აი ამ პერიოდის გორი როგორია? საზოგადოება როგორია გორის? გორი ყოველთვის იყო წარმატებული. ეს არის შრომის მოყვარე და პატიოსანი ხალხით განებივრებული. ამ რეგიონში აი თუ სადმე შეიძლება ითქვას მართალი სიტყვა, პატიოსნება, აი ქართლელივით დაიწყეო რა სიმართლების ის და გორი ყოველთვის იყო სტუმართმოყვარეც. კონკავშირში როცა ვმუშაობდი, სტუმრები არ გვაკლდა. ძალიან ისეთი ყოველდღიური სტუმრობა გქონდა. გორი თან სტალინის ქალაქია. თქვენ ვიცი რომ სტალინის დიდი გულშემატკივარი ბრძანდები. მარტო სტალინის ქალაქი არ არის. გორი არის იაკობ გოგებაშვილის სამშობლო.
მრავალი გამოჩენილი ადამიანი. მერაბ მამარდაშვილისაც გამიგია. დიახ, მამარდაშვილი ჩაქაურია, გორელია. იცით, თქვენ მითხარით რომ 85 წლის კაცი ვარო. თქვენ გემახსოვრებათ 86-ში ვარ უკვე. მერტვა დიდხანს გაცოცხლეთ. შესანიშნავად გამოიყურებით. მე მაინტერესებს სტალინის სიკვდილის დღეს რა ხდებოდა გორში? თქვენს მეხსიერებაში რა არის შემორჩენილი? სიკვდილის დღეს მარტო გორი კი არა. სოფლიო ტიროდა. მარტო გორი არა. აქ რა ხდებოდა? აი თქვენ მაშინ ახალგაზრდა აი სკოლაში მაშინ მერვე კლასში ვიყავი და დაცვენებაზე ბავშვები შემოვიდნენ ტირილით. გამოვედი და რას ხედავ, სტალინის სურათია შავი დროშაზე, შავი არშია გაკეთებული და მე შევედი და სულ ვტიროდით ბავშვები, მასწავლებლები, დიდი, პატარა, ყველა ვტიროდით. და მე 56 წელში ბავშვებმა მე 11 კლასში ვიყავი, გადავწყვიტეთ გორში ჩამოსვლა. ჩამოვედით გორში და დავაწერეთ მარქსა, ენგელსა, ლენინს, სტალინსა ვერ დააშორებს ვერავინ ვერა. და სათავეში ჩაგვიდგა ქართულიანის მასწავლებელი, რომელიც სტალინის დროს გადასახლებული იყო. ბერიძე იყო. გადასახლებული იყო და გიჟურად უყვარდა სტალინი. სტალინი რა შუაშიაო. მეო ისე პირადმა მტრემა გადამასახლესო და ვენოკი მივიტანეთ რამე და შევხედოთ რომ მოვიდა ხალხი ნელ-ნელა სტუდენტობა, ბავშვები გაივსო და ჩაგვწერეს სიაში და გორი ატევა აღარ იყო. მთელ საქართველოსთან მოვიდნენ იქ. გორში. გამოსვლები სიტყვაში, საიმწერლები, საზოგადო მოღვაწეები თბილისიდან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მერე შევხედოთ და ეშალონები მოდიოდა დასავლეთ საქართველოსთან ის მაშინ იყო სატვირთო მანქანები. და ამ სატვირთო მანქანებს სავსე იყო ხალხი. სტალინი ყიროდნენ დროშები, სურათები, რამე შემოუვლიდნენ გარდა თბილისისკენ მიდიოდნენ. დიდი ამ იმდელი ხალხი იყო, რომ სახურავებზე ისხდა ხალხი, ბავშვები, ახალგაზრდობა. მერე რაიკოვის დივანი იყო რთველიაშვილი და სამხედრო გარნიზონის უფროსი მივიდა და უთხრა: აი ბრძანება მაქვს, რომ უნდა ვისროლო და ისე დავშალო. ხალხ გაძლევ ერთსაათს უფლებასო. რომ ეს ხალხი დაიშალოს. და რაიკოვის დივანი ახლა პატრიოტი კაცი იყო, ჩაკეტეს გენერალი, გამოვიდა, აქტივი დაიძახა და დადიოდნენ, დაიშალა. მერე შეთხელდა ხალხი ნელ-ნელა და ჩვენ კლასელები, რომლებიც ჩამოვედით აქა, შემთხვევით რა, რომ სტალინის გარდაცვალების დღე უნდა 5 მარტი იყო. და წავედით მეჯვისხევში. ავედით ახლა იქ არის დიდი მიტინგი გაშლილი რამე. და მე თბილისში რაც მოხდა ხო ყველაფერი. და ეს რაიკომის მდივანი თქვენი მაგალითად ან იმ პერიოდის საბჭოთა ბიუროკრატია მიტინგს თანაუგრძნობდა? კი, აბარა. ისინი მონაწილეობდნენ ორგანიზაციაში. ბიუროკრატია ეხლა უფროა ვიდრე მაშინ, მაგრამ ყოველთვის არის ბიუროკრატია. მარტო ესე თავისუფლად, ეს არ არის დემოკრატია, როგორც ჩვენ ვცხოვრობ. ხო და აი მე რა მაინტერესებს, იცით რომ ის ბიუროკრატია, რაიკომის მდივნები, პოლიცია, ვიღაცა სტალინელები იყვნენ შინაარსობრივად? და ეს ხალხი რაღაცნაირად მოდიოდა, იმიტომ რომ მათ იცოდნენ, რომ რაიკომის მდივანიც მათკენ იყო და ეს სისტემაც მათკენ იყო საქართველოში. რა თქმა უნდა, ყველა ესე მაშინ ხო ერთპარტიულობა იყო. და ხალხი ასე არ იყო დაპირისპირებული პარტიულობით. ერთი იყო სამშობლო და მერე ვინც პარტიაში შედიოდა, თანამდებობის პირები, ძირითადად თანამდებობად რიგითი წევრებიც იყვნენ, კოლმეურნეობის წევრები, მუშები, ქარხნის მუშები და ასე შემდეგ. და იმ თბილისში რომ ეს ამბები მოხდა, დარბევა და ხალხის დახოცვა და ასე შემდეგ. აი თქვენამდე რა ინფორმაცია მოდიოდა მაშინ, რა მოხდა თბილისში? აი როგორ იხსნებოდა ეს მაგალითად თქვენთვის გასაგებია? როგორ იხსნებოდა და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაუწყეს როლა. ჯერ სიტყვიერად გააფრთხილეს და მიაყოლეს როლა და ბევრი ხალხი დაიხოცა. კი 20 კაცი მოკვდა, 20 კი არა, ტყარი სავსე იყო კდრებით. და მე როგორ გაგრძელდა ცხოვრება? თქვათ ეს ამბავი მოხდა, მიტინგები იშლება. კი, გაგრძელდა ცხოვრება და მოკლედ იყო გამოსვლები ხრუშოვის წინააღმდეგ, რუსეთის წინააღმდეგ.
იყო გამოსვლები მაშინ. აი სწორედ იქიდან დაიწყო ძირითადად რღვევა საბჭოთა კავშირის. რომ ეს არ წარმოუდგენელი იყო, რომ საკუთარ ხალხსა მიტინგზე ესროლო. წარმოუდგენელი. დემოკრატიაზე ლაპარაკობ, ხალხის თავისუფლებაზე ლაპარაკობ, ხო? სიტყვი და ფაქტიურად ასეთ ავანტურას ჩადიხარ ხალხის. და საბჭოთა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში, აი გორელი ადგილობრივი მოსახლეობის, რომელიც სტალინის სამშობლოდან იყვნენ, ეს რამე შეიცვალა ამ პერიოდის მერე თქვენი დაკვირვებით? საბჭოთა ხელისუფლების წესდებით და პოლიტიკით შრომელი ხალხისათვის იყო ძირითადად მიმართული. მე მაგალითად მეურნეობის დირექტორი ვიყავი და საკუთარი სახლი არ მქონდა. არც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება მანქანა, არც საკუთარი მანქანა არ მქონდა. მე როცა დაიშალა ეს საბჭოთა კავშირი და ეს აქ ქირით ვიყავი, უნივერსიტეტი დავაფუძნე, რომ დაიშალა ეს ყველაფერი. ხარისხი მქონდა და რამე. და აქ ვიყავი ქირით და გამოცხადა ნულოვან აუქციონზე. არავინ შემეცილა გორელები, ძალიან დიდი სიყვარული იყო ჩვენს მიმართ. მოვიდნენ, ვისაც ფული ქონდა და მითხრეს, თუ შენ იყიდი, ჩვენ არ ვიყიდით. და მაშინ ფული უკვე ფასდაკარგული იყო და 8000 მანეთი შევიტანე და 62% ჩემი იყო და ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. და აი აქედან დავიწყე მთელი განათლების სისტემის მოწყობა. თორე კომუნისტების დროს მე დირექტორი ვიყავი, ჩემი მეუღლე ტექნიკუმის დირექტორი იყო, ლუკმაპური ქონდა მეტი არაფერი. ვერ გამდიდრდებოდი. თუ შეგატყობდნენ რომ საიდან იყიდი სახლს, იყიდი მანქანას, საიდან რითი, თუ საბუთი არ აქვს, თუ შემოსავალი არ აქვს. იერარქია როგორი იყო? აი, რო წარმომადგენლოთ 60-იან წლებში, როცა თქვენ კომკავშირის რაიკომის დივანი ხართ, რო წარმომადგენლოთ იერარქია გორში. მაგალითად, ეხლა უკმაყოფილოები მაშინაც იყვნენ. ეხლა ყოველთვის ადამიანი ყოველთვის, მაგრამ ძირითადად ადამიანების მიმართ დამოკიდებულება. აი როგორი იყო? მუშას აუგად ვერ მიმართავდი. ერთმა ტრაქტორისტმა კარები დაკეტა, იმის მეუღლე გაანთავისუფლეს იქა და ვეჩხუბე მე რა, ერთ სიტყვით გავლანძღე, რატო დაუკეტე კარები, არ უშვებდა ტრაქტორებსა. გარა მაშინ როცა მოკლევადები არის ამ წამლობის ჩატარების. წამოვიდა მიჩივლა და რო არ მქონოდა დამსახურება მომხსნიდნენ. რატო გავლანძღე? ვინ იყო მთავარი გადაწყვეტილების მიმღები გორში? აი თქვენი რაიკომის პირველი მდივანი იყო ყველაფერი. ეხლა არაფერი ეკითხება ქალაქის მერსა. არაფერი პოლიცია მას არ ემორჩილება, კულტურა იმას არ ემორჩილება, განათლება იმას არ ემორჩილება, მარტო საბავშვო ბაღები და აი ეს კეთილმოწყობა. იცით რა მაინტერესებს ბატონ ვალერი? რაიკომის დივნის ცვლილება რას იწვევდა გორში? აი მაგალითად ხასიათებით ხო განსხვავდებიან ადამიანები? ადამიანებს გააჩნია, ზოგი კარგი მდივანიც იყო, ზოგი ცუდი მდივანიც იყო. რას ნიშნავს კარგი მდივანი და ცუდი მდივანი? რითი განსხვავდება კარგი და ცუდი მდივანი? პატიოსანი და შრომის მოყვარე. პატიოსნება და შრომის მოყვარეობა ფასდებოდა და ვინც მერექთა ზოგი მეხთამეც იყო. მოხეჭელი იყო, იმას არაპატიებდნენ. ან თავისუფლებდნენ, ან იჭერდნენ. რა განსხვავება იყო მაგალითად ჟავანაძის დროსა და შევარდნაძის დროს შორის გორისთვის? გორიდან რო შევხედოთ. ჟავანაძე უფრო ეროვნული კაცი იყო. უხაროდა რომ რამე კეთდებოდა. შევარდნაძე მოვიდა თუ არა, თუ ვინმე პატარა სული ედგა, დაიჭირა, გაანადგურა. თაღლი როგორ გითხრა, პატიოსან ცხოვრებას კი არ მისდევდა. ისეთი ხალხი დაიკავშირა, შპიონობა, ამბის მიმტანობა, ეს ყველაფერი ფასობდა უკვე. გორშიც იგივე გააკეთა? ყველგან მთელ საქართველოში ასეთივე ასე იყო. და მაშინ აი პირობითად რომ მე გამიგია რომ შევარდნაძე ხალხს დაძდებდა, იჭერდა, რაღაცა შვებოდა, მათ შორის ვიღაც ბიზნესმენებს თუ იმ პერიოდში. პატარამეზე იჭერდა. და გორშიც დაიჭირა ეგრე ხალხი? აქაც იყო ეგეთი ტალღა ხალხის დაჭერის. მაგრამ ბევრი გაანთავისუფლეს, კი.
აი კავსაძე რო გითხარით, არა? უმაღლეს განათლება არ აქვს არაფერი, მაგრამ შევარდნაძესთან ახლო იყო. და ფაბრიკის დირექტორი იყო თველიაშვილი ერთი, შეუგზავნეს ვიღაცები და დაიჭირეს. წარმატებული ფაბრიკის დირექტორი იყო სხვათა შორის. მერე ის ფაბრიკა თითქმის განადგურდა იმის შემდეგ. აი პირობითად სტალინის ძეგლებს დაძდევენ ყველგან. და გორში არის ამ დროს. ანუ თელ საქართველოში კომუნისტები იღებენ, მათ შორის მე მომისმენი რომ ჩემ სოფელში სამეგრელოშიც აიღეს სტალინის ძეგლი იყო. გორმა როგორ შეინარჩუნა ზოგადად ეს სტალინთან ბრძოლა რაღაც თვალსაზრისით როგორ გრძელდებოდა თქვენთან? ძეგლი არის, რომელიც ის ადმინისტრაციულ სახლის წინ დავდგეთ. და ამასინათ აი ამ არეულობის პერიოდში კლავი დაუზიან და რაღაცა სახე და რამე ავიყვანე რესტავრატორი აღვადგინე ყველაფერი და ჩვეულებრივი სტალინის შინელი 2 მეტრიანი სტალინია დაჟე მეტი 2.5 მეტრი არის ძეგლი ჩვეულებრივი მუზეუმის ეზოშია ძეგლი ამერიკაშიც კი დადგეს ეს იყო ისტორიული პიროვნება სოფლიო გადაარჩინა ხო მაგრამ აი თუნდაც იგივე თქვენს ახალგაზრდობაში ხო იქნებოდა შემორჩენილი მეხსიერება საზოგადოებაში იგივე რეპრესიების შესახებ. ვიღაც ადამიანებს ოჯახის წევრი დაეღუპათ, ვიღაცას რაღაც აი ეგ მაგას როგორ პატიობდნენ სტალინს? აქაურ კაცს. ამაში ხალხი აზრი ასეთი იყო, სტალინი არაფერ შუაში იყო. ეს ყველაფერი ტროცკისტმა და ტროცკმა მოაწყო. მაგალითად ილიკო სუხიშვილის მამა ჩემი სალალი ბიძაშვილი იყო. იმისი ძმა ტატო ხელოსანი კაცი იყო. ვიღაცა საბჭოთა ურვებს აკეთებდა. ურემი არ გაუკეთა, შესვეს მანქანაში, ეს კაცი და გააციმბირეს. და სტალინთან ვინც კი გაგზავნა გორელებიდან, საქართველოსდან. წერილმა ვინც კი მიაღწია სპეციალური სამიარხი ჰქონდა ინფორმაციისა. ყველა გაანთავისუფლა. ანუ გორში სტალინს არ აბრალებდნენ რეპრესიას სხვა უნეს აბრალებდნენ? რეპრესიებს აბრალებდნენ ძირითადად ტროცკისტებს. მაგათი მოწყობილი ავანტურა იყო. სტალინს სამჯერ აღწადეს სტალინის განადგურება. სტალინის მოკლა. და 37 წლამდე აპატია ტროცკი და ტროცკისტები სტალინს. და თავისივე მეგობრების ხელი დააპირისპირა ერთმანეთს. ერთმანეთი ამოაჟუჟინა. ისე რომ ეხლანდელ ახალგაზრდობამ ნამდვილი ისტორია არ ასწავლია ნამდვილი ისტორიას. უარყოფითი როგორ არ ჰქონდა სტალინს. არ არსებობს ადამიანი რომ შეცდომები არ ჰქონდეს. მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიდოდა ის ხელისუფლებაში. ამხელა ებრაელების დინასტია იყო ხელისუფლებაში და ერთი ქართველი იყო. და თავი როგორ გაიტანა. თავისი დიპლომატიით, თავისი ჭკუით, თავისი ღირსებით. სტალინს ხო საკუთრების ინტერესი არ ჰქონდა. რო გარდაიცვალა, ჩასაცმელიც არ ჰქონდა ნორმალური. საკუთრებაში არაფერი არ გააჩნდა. მის შვილებს ჰქონდათ რამე იცით რა მაინტერესებს სტალინის სიკვდილის მერე გორში რა იცვლება და ზოგადად აი პირობითად რო წარმომადგენინოთ სხვადასხვა დროს 50-იან წლებში 60-იან წლებში 70-იან წლებში 80-იან წლებში სულ საბჭოთა კავშირია მაგრამ რაღაცით განსხვავებულია სულ ეს პერიოდები აი რო წარმომადგენინოთ რა განსხვავებებია სხვადასხვა დროს რა იცვლება სტალინის მერე ხრუშოვის დროს რა ხდება ბრეჟნევის დროს რა იცვლება ანუ საბჭოთა პერიოდში 10 წლეულების მიხედვით რა იცვლება თქვენი დაკვირვებით აი გორის თვალით რო შემახელოთ საქმე იმაშია რომ დისციპლინა როცა დონი არ არის საზოგადოების განვითარება აუცილებელია ეს დემოკრატია უკვე როცა მაღალ დონეზე მიდის საზოგადოების განვითარება იქ შეიძლება მაგრამ 30-იან წლებში 40-იან წლებში სხვა იყო ცხოვრება ადამიანებისგან ჯარიდან რო წერილი მოდიოდა
ბევრ მშობელს წაკითხვა არ შეეძლო და მეზობელთან მიჰქონდა წერილი წასაკითხად. ეხლა ომის შემდგომ განათლება მისეთი დონე მიიღო, რომ წერა-კითხვა ყველა მიცოდა. მარტო ქართული კი არა, ინგლისური, რუსული და სხვა უცხოენებიც კი იცოდნენ. განათლების დონეს აქვს დიდი მნიშვნელობა და მეორე ეკონომიკას. თუ ეკონომიკა მაღალია, ადამიანები შედარებით მობიერები არიან. თუ შია ადამიანს მაპატიებდა საშინელება, ცხოველზე უარესია, დაუნდობელია. ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ ის, რა ეპოქაში ვიყავით ჩვენ. სხვა იყო 20-იანი წლები, 30-იანი წლები, მერე 40-იანი, ეხლა სულ სხვა პერიოდია. აი ეხლა ვინც ყველაზე გაჭირებულია, იმ პერიოდში ყველაზე მდიდარი კაცი იყო ასეთი ქონების პატრონი. მე მახსოვს სკოლაში რომ მივდიოდი, ეხლა ჩვენი კოლმეურნეობა ისეთი იყო, პური ნაწილდებოდა მაინც და თბილისიდან ხალხი ჩამოდიოდა, რომ ემუშავა, ხორბალი მიეღო, რომ პურით მაინც ერჩინა თავი. და ჩანთაში პურს მეც ვაწყობდი ხოლმე რომ ამხანაგებისათვის, ჩემი კლასელებისათვის დამერიგებინა. პური ასე ჭირდა და ეხლა პური აღარაფერი არ არის. ეს პური როდის ჭირდა? სტალინის მერე თუ სტალინის დროს? ომის პერიოდში. ომის პერიოდში? ომის პერიოდში. რა იყო გართობის საშუალება? არა მარტო საბჭოთა კავშირში, მთელ ევროპას უჭირდა. გართობის საშუალება რა იყო გორში? ახალგაზრდობა რითი ერთობა, მაგალითად იგივე თქვენ გორის თეატრი, გორის თეატრი იყო, ერთ-ერთი წარმატებული თეატრი საქართველოში. მერე 3 კინოთეატრი იყო, სოფლებშიც კლუბები იყო, ეხლა კლუბები სულ მოიშალა, დაინგრა. აი სოფელ მეჯვისხევში არაჩვეულებრივი კულტურის სახლი იყო. და რა ხდებოდა ამ კულტურის სახლში? როგორ ცეკვის წრეები იყო, მეც დავდიოდი იმ ცეკვის წრეში, სიმღერის წრეები იყო, ანსამბლები იყო. ეხლა ყველაფერმა გადმოინაცვლა ქალაქში. კინო როდის შემოდის გორში? კინო? ომის შემდგომ პერიოდში. ჩვეულებრივ ეკრანებზე მახსოვს სოფელში, ცენტრში მოდიოდნენ ბრიგადები დადიოდნენ და ცენტრში უჩვენებდნენ კინოფილმებს დიდ ეკრანებზე. რა ფილმები გადიოდა მაშინ? მაშინ ომის საკითხებზე. პროპაგანდისტული მეორე მსოფლიო ომის საკითხებზე იყო ძირითადად ომის საკითხები. გიორგი სააკაძეც ხშირად იყო ხოლმე მაშინ და ახალი გადაღებული იყო. ხალხი რითი ერთობა ამ პერიოდის, აი 50-იანი წლების და 60-იანი წლების გორში? ხალხი შრომაში იყო ჩამული. ხო, მაგრამ გართობისთვის ხო ყოველთვის მოიძებნება დრო? გართობით საღამოთი ხო გეუბნები, ყველა სოფელში იყო კლუბი. კულტურის სახლი. განსაკუთრებით ამ კულტურის სახლების შენებლობა დაიწყო 50-იანი წლებიდან და სოფელი არ იყო, პატარა სოფელიც კი რომ კლუბი არა ყოფილიყო. თქვენ თქვით რომ რაიკომის კომკავშირის პირველი მდივანი იყავით. რა ევალება რაიკომის კომკავშირს? თქვენი მოვალება როგორც პირველი რა არის? ახალგაზრდობის პატრიოტული სულისკვეთებით აღსდა. და როგორ მიიღწევა ეს ამ დროს? ჰა? როგორ მიიღწევა ამ დროს ეს? როგორ მიიღწევა და როგორ გითხრა, ვატარებდით ლექტორებს ვიწვევდით უნივერსიტეტებიდან, სოფლებში და რეგიონებში ვატარებდით ლექციებს პატრიოტულ საკითხებზე, გმირებზე. ეხლა გიორგი სააკაძე არავინ არ იცის და არ დავით ბევრმა არ იცის. ხო გითხარით, ერთ-ერთმა წარჩინებულმა მოსწავლემ ზეპირად ჩამოთვალა ამერიკის პრეზიდენტები და შოთა რუსთაველზე თქვა მეფე იყო. აი როგორი დონეა ჩვენთან ისტორიის სწავლებისა. ისტორია, საქართველოს ისტორია ცალკე ისწავლებოდა და ძალიან პატრიოტულ დონეზე ისწავლებოდა. ეხლა ეს აღარ არის ეს პროგრამა. იმ დონით აღარ არის. ის გრძნობები, რომელთა ჩვენ ვიგრძნებოდით, ზოგჯერ სრემლები მომდიოდა, როცა სამშობლოზე ვლაპარაკობდი. სად იყო ეს სალაპარაკო ადგილი სამშობლოზე? სალაპარაკო ჯერ ერთი ოჯახებშიც. ხო? კინოები იყო, პატრიოტული კინოები, პატრიოტული ისინი ტარდებოდა. ქართული ფილმები სად არის ახლა? რატო არ იღებენ, რატო არ გვიჩვენებენ? სად არის პატრიოტული ფილმები, რომელიც ადრე იღებოდა?
აღარ არის. უნდა ვთქვათ სიმართლე, დამოუკიდებლები კი ვართ. არავინ ჩვენი ბატონი აღარ არის, მაგრამ ფაქტიურად ვიყენებთ ამ დამოუკიდებლობას. მე ხო უყურებ წარსული რა იყო, უკეთესობისაკენ ვიბრძოდით. რო დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, კომუნისტები და თანამდებობის პირები ზვიადის გვერდზე დავდექით. ზვიადი მეჯვისხევში მყავდა, მიტინგი მოაწყო და სუფრა გაუმართეთ ჩემს სახლში. მასპინძლობა გაუწია. უკვე იმედი ჰქონდა, რომ საქართველოში რაღაცა იქნებოდა. სტალინი რო არ უყვარდა ზვიადის მაინც და მაინც? მე რო არ უყვარდა, კაცო. მე ისიც მიხვდა, რომ სტალინი ვინ იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველო უყვარდა. აქ პიროვნებაზე არ არის. ჯანდაბა სტალინი ნუხყარებიათ, სამშობლო გიყვარდეს. რა აუცილებელია, სტალინმა თავისი ეპოქა მოჭამა. ნუ გადავყვებით იმასა, მაგრამ სტალინს უნდა დაუფასოთ. სტალინის დაფასება ნიშნავს იმას, რომ დაუფასო მომავალ თაობას გაწეული შრომა და ამაგი. თორემ სტალინს რა უნდა დაუშავოთ ჩვენ? აგერ ძეგლიც მოხსნეს, იქიდანაც გამოიყვანა, რა დააშავა, ისტორიაში დარჩა და დავტოვდა. თავარია ქვეყნის ინტერესებისათვის ყველაფერი გააკეთო. შენი თავიც შესწირო. ცოტანი ყავდნენ ასეთე, რა გიორგი სააკაძე არ გასწირა თავის შვილები, თავისი ოჯახი, თავისი თავი არ გასწირა? ცოტანე დადიან არ გასწირა თავი? ბატონო, რამდენი ესეთი გმირები ყავდა? 60-იან წლები და 70-იან წლები, როცა თქვენ ახალგაზრდა აქტიური ადამიანი ხართ, შეუძლებელია ისე ჩავლილიყო, რომ საფრთხეები არ ყოფილიყო. მათ შორის პარტიული ფუნქციონერებისთვის სისტემიდან მომდინარე. რომელი თანამდებობის პირი ან ზოგადად რა უწყება იყო ყველაზე საშიში ამ პერიოდის, რომ თხილად უნდა ყოფილიყავი, რომ შარში არ გახვეულიყავი? ეხლა საშიში ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ბოროტი ადამიანები. ეს წყობის ბრალი არა, თვითონ ადამიანის აგერ ამდელი ავანტურისტია მსოფლიოში და ომი უნდა, ხო? ომი რათ უნდა ადამიანს. ის კი არა, ერთხელ დაწინაურებას მიპირებდნენ და პარტიული ბილეთი მომთხოვეს. გავაღე სეიფი და აღარ იყო, მოუპარიათ ვიღაცას. ვისაც არ აწყობდა ჩემი დაწინაურება. ესეთი რა არ დაგაწინაურეს მაგის გამო თუ არ შეგიშალათ ხელი? მე თვითონ თქვი მე არ მინდა, შემიშალა ხელი რა თქმა უნდა. შეგიშალათ ხელი? ხო, პარტბილეთი კი აღმიდგინეს, მაგრამ შემიშალა ხელი. დაკარგვა არ შეიძლება. ძალიან კარგი, უკეთესად წამივიდა საქმე. ხო და მე მაგალითად, როდესაც ამ გადაცემას სხვადასხვა სტუმარს ვესაუბრებოდი, დამრჩა ეგეთი განცდა, რომ რაიკომის მდივანი მთავარი კაცია, რომელსაც ყველა ექვემდებარება გარდა კგბ-ს წარმომადგენლობისა. კგბ-ც ემორჩილებოდა, რო იცოდეთ. გავლენა ჰქონდა, რა ვიცი, თანამდებობრივად ისინი თვითონ ეკითხებოდნენ და იმის გარეშე არაფერს არ აკეთებდნენ. მაგრამ ალბათ იმ ეპოქისათვის ასე იყო საჭირო. ეხლა ის სტილი აღარ გამოდგება. მუშაობის ის სტილი დღევანდელ საზოგადოებაში აღარ გამოდგება. საზოგადოება იცვლება, თაობა იცვლება და ადამიანი იმიტომ ახაა, რომ ალღუ აუღო მოვლენებს. გადახედო საზოგადოებას. ეს აქონდა ნათქვამი. დარბაზში იმენაზე უნდა ილაპარაკო, რა საზოგადოებაც გისმენსო. შეიძლება ინტელიგენციასთან სხვა ტერმინოლოგიით ილაპარაკო და მუშათა კლასთან სხვა ტერმინოლოგიით ილაპარაკო. აი ეს არის ალღო და ინტუიცია ადამიანისა. ეს უნდა გქონდეს. და ეს გამოცდილება რო ქონდეს, ბავშვობიდან უნდა გაიარო შრომის ფერხულები. ეხლა რო თანამდებობაზე მოდის და არ იცის იმ მუშას რას ტკივა, მუშის ბედი რო არ იცი. რა აკაკი წერეთელი რატო გაასხვისა მამამ აღსარდელად გლეხთან? რატო იყო აკაკი ჩამწვდარი ამ უბრალო ადამიანების გრძნობებს? იმიტომ რომ იცოდა უკვე უბრალო ადამიანების და გლეხების ცხოვრების პირობები. ასე იყო ილია ჭავჭავაძე, ასე იყვნენ დიდი ადამიანები, ვაჟა-ფშაველა როგორ ცხოვრობდა.
ბატონო ვალერი, იცით რა მეინტერესებს? მე ხშირად გამიგია, რომ სტალინის მერეო საბჭოთა კავშირშიო კორუფცია იწყებაო. სტალინი მკაცრი ხელის კაცი იყო, იმ დროს კორუფციას ან ვერავინ ვერ ბედავდა, ან ცოტა ადამიანი ბედავდაო. მერე კორუფცია უკვე იწყება საბჭოთა კავშირში 60-იანი, 70-იანი წლები განსაკუთრებით. თქვენი დაკვირვებით, გორში როდის იწყება კორუფცია, თუ იწყება და რა ტიპის მნიშვნელობა გორს საქართველოში ერთნაირად მიდიოდა ყველაფერი. ხო და აი როდის იწყება ეს პირობითად და რა ტიპის კორუფციები არის დასაშვები პირობითად ამ პერიოდის საბჭოთა საქართველოში? ეს კორუფცია იწყება 56 წლიდან, როცა სტალინის განადგურება დაიწყეს. როცა სტალინის კრიტიკა დაიწყეს. ეს აწყობდათ კაპიტალისტურ ქვეყნებს. ეხლა ომში რო ჩერჩილი და რუზველტიც აღიარებდა, რომ სტალინის გარეშე ამომის მოგება არ შეიძლებოდა. ეხლა პირიქით არ ახსენებენ ამერიკა და ინგლისი იბრალებს. და რა ტიპის კორუფცია გახდა შესამჩნევი სტალინის შემდეგ? რა ტიპის კორუფცია და უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში მოწყობა ფული ღირდა. აი მაგალითად გორში საყოფაცხოვრებო დონეზე რა ტიპის კორუფცია იყო ნებადართული? აი ნებადართული კორუფცია როგორ შეიძლება ყოფილიყო? ხო, მაგრამ ფულს ნებადართული არ იყო მაშინ როცა არსებობდა, მაგრამ არ იმჩნევდა სისტემა. ერთნაირად იყო უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ძირითადად თუ ფრიადოსანი არ იყო და რამე ქრთამით ხდებოდა, სამსახურში დაწინაურებაც ხშირად ასე ხდებოდა ბოლო ხანებში. სტალინის დროს ესე არ იყო. მე სტალინის ეპოქია მომცა ბიძგი, რომ წამოვედი უბრალო აი სოფლელი ბიჭი და გავხდი პროფესორი და აკადემიკოსი თორემა. დანარჩენი მე ძალიან ძნელი იყო ამის მოპოვება. ხრუშოვის დროს ხო და ბრეზნევის დროს კი იყო ჰუმანური დამოკიდებულება. ნაკლები ავანტურა იყო, მაგრამ მეხსამეობა მაინც იყო. მიშვებული იყო ქვეყანა. და მან დაანგრია საბჭოთა კავშირი, თორე იმ დისციპლინით რო წასულიყო და სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები, რომელზეც გითხარით, რაც ჩინეთში ხორციელდება სტალინის ავტორობით გამოცემული შრომის მიხედვით, საბჭოთა კავშირს ეს არ დაემართებოდა. ან რა მოგვიტანა ამ დაშლამ? კარგი არაფერი. ურაპატრიოტი ნორმალურად თავისუფლად რა ქვიან კონსტიტუციაში გვეწერა საბჭოთა კავშირი. უფლება ქონა გამოყოფის. მოგვეთხოვა ნორმალურად კანონის ფარგლებში და ასე არ ამოგვეწყვიტა ახალგაზრდობა. რა გვინოდა ყველა თვითონ იბრალებდა დამოუკიდებლობას? მომწიფდა ეს პერიოდი. თავისთავად მოვიდა. გორში როგორ შემოდის? იქნებოდა თუ შევარდნაძე იქნებოდა თუ რა ქვიან ვინც არ უნდა ყოფილიყო, ხალხში მომწიფდა დამოუკიდებლობისათვის სურვილი. აი გორში მაგალითად როგორ იყო? როდის შეამჩნიეთ თქვენ, რომ კომუნისტები მყარად არ არიან და ეროვნული მოძრაობა მომძლავრდა? აი გორში რითი იყო ეს შესამჩნევი თქვენთვის? გორში უკვე 60-იანი წლებიდან დაიწყო და ყველგან მთელ საქართველოში ეს რღვევა 60-იანი წლებიდან. ეს ალბათ ჯერ სისტემის შიგნით, მაგრამ ეს ეროვნული მოძრაობა ჯერ დაწყებული იდეაში არ არის. ეროვნული მოძრაობას უკვე ნიშნები იყო პატარ-პატარა წინააღმდეგობები, აგერ ზვიადი რო დაიჭირეს და ეს ჯგუფები და რამე. მაგასთან იყო დამოკიდებული, მაგათ გამოსვლებს მოყვა. მაგრამ ფაქტიურად ცოტა ამ პერიოდში მოხულიგნო ვარიანტებში გადადიოდა ზოგიერთი ქმედებები. არ ჰქონდათ მომზადება. ლიდერი არ ახავდათ ისეთი, რომ სწორ გზაზე დაეყენა. და აქ ვინ არის? აი გორში ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ვთქვათ, პირველი ამბობს ან რაღაცა საწყისებში დგას ეროვნული მოძრაობის და ამბობს, რომ იცი რა კომუნისტები არ გვინდა, აგერ უნდა მოვიდეს ეროვნული მოძრაობა. აი ეს ახდელად არ ყოფილა. მაშინ ვერც გაბედავდა. ხო, როდის იწყება გაბედვა? როდის შემოდის აქ ეროვნული მოძრაობის ვირუსი, ესე რომ ვთქვათ? ფაქტიურად 80-იანი წლებიდან უკვე ნელ-ნელა თელ საქართველოში ეს რეგიონებიდან არ იწყება. ყველაფერი იწყება თბილისიდან, დედაქალაქიდან. და მერე გადმოდის რეგიონებზე. ძირითადი ბირთვი იქ არის უმაღლეს სასწავლებლებიდან იწყება. ძირითადად ეს ხდება უმაღლეს სასწავლებლებში.
და გორში ერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო და რა უნდა გაკეთებულიყო, ისეთი არაფერი. 90-იან წლებში რა ხდება ეგრეთ წოდებული არეულობის პერიოდში, მაშინ როდესაც აი თბილისში ხო გეუბნებით, ისეთი აღდგენება იყო, რომ კომუნისტობა ყველამ დაივიწყა და არჩევნების დროს კომუნისტებმა ხმა მისცეს ზვიადის. რატომ მოხდა ეს თქვენი? იმიტომ რომ უხაროდა დამოუკიდებლობა. გვინდოდა მოგვენატრა ეხლა რუსეთი კი რაღაცა ესე არ გვექცეოდა როგორც ეხლა გვექცევიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსეთის გარეშე კანონს კი ვღებულობდით, მაგრამ მაინც იმათი კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა ყველაფერი. მაგრამ უკვე როცა ეკონომიურად მოვიუნჯობესეთ, ხალხმა განათლება მიიღო, მძიმე მრეწველობა ჰქონდა, სუბუქი მრეწველობა ჰქონდა, განათლება ჰქონდა, ყველაფერი უკვე ჩაისახა დამოუკიდებლობისათვის სურვილი. და მივახსენდით, შეიძლებოდა უფრო აი როგორ გითხრათ, ცივილიზებული წესით მიგეღწია ამისათვის. და არა ესე ურაპატრიოტობით, რომ ამდელი ახალგაზრდობა შევწირეთ. ეხუმრებით 5 მილიონი ნახევარი ვიყავით 75 წლის აღწერით. 5 მილიონი ნახევარი. 39 წლის აღწერით ვიყავით 2 მილიონი. მიუხედავად იმისა, მეორე მსოფლიო ომის დროს 300,000 ქართველი დაიღუპა, ძირითადად საქორწილო ასაკისა. 49 წლის აღწერით ვიყავით 4 მილიონი ნახევარი. იმიტომ რომ უშვილოებს არა ესა გადასახადი იყო და იძულებული იყო რომ შვილი გაეჩინა სადმე. ანდა თუ 18 წელს გადასცილდებოდა ახალგაზრდა და არ დაოჯახდებოდა, გადასახადი იყო და იძულებული იყო დაქორწილებული იყო. გამრავლდა ერი. 18 წელს ხო ჯარში მიყავდათ რა დროს ხორცილი? რა ეგრე იყო, 18 წელსაც გადასახადი იყო და იძულებული 18-20 წლისები ხორცილდებოდნენ უკვე. და გამრავლდით, ეს ხო ფაქტია. და ამ რევოლუციის შემდეგ მიუხედავად იმისა დამოუკიდებლობა მოვეთ, დავედით 3 მილიონი ნახევრამდე. საშინელება. რა იცვლება თქვენთან გორში რა იცვლება მაგალითად იმითი რომ შევარდნაძე მიდის საქართველოსდან და აქ პატიაშვილი მოდის პირველ პირად. ზოგადად ასეთი პირველი პირის ცვლილებები რა გავლენას ახდენდა გორის საზოგადოებაზე ან ასეთი ტიპის ქალაქებზე თქვენ დაკვირვებით? რა იყო პატიაშვილი წესიერი კაცი იყო. შრომელი კაცი იყო და საქმე უნდოდა გაეკეთებინა. შევარდნაძე ეღობებოდა წინა. სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. შევარდნაძე მაინც არ გიყვართ თქვენ როგორც გატყობთ? არა, ეხლა არც მეჯავრებოდა. პირიქით შევარდნაძე კავშირის სისტემაში მუშაობდა და ზეიმით შევხვდით შევარდნაძის მოსვლას. მაგრამ სხვანაირად დაიწყო მუშაობა. დევნა დაიწყო ხალხისა. და ჯერ საქართველოს რა არის და მე ამდელი ხალხი ციხეში შეყარო, ესა არ არის ეროვნული საქმე. მე გამიგიას უფრო მოჩვენებითი იყო. მართალია უნარიანი კაცი იყო, ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ თავისებური პირადი ინტერესები უფრო მეტი ჰქონდა. ბოლოს ეს გამომჟღავდა. თორემ მხარდაჭერა თავიდან კარგი ჰქონდა. წესიერად რომ მოქცეულიყო და ხალხთან ყოფილიყო და ესე თავისი პირადი ამხანაგები დაიჭირა რაიკომის დივანი ვიღაცეები. არ უნდოდა ეგეთი რამე. რო დაბრუნდა შევარდნაძე 90-იან წლების დასაწყისში, რა იყო შეცვლილი შევარდნაძეში? თქვენი დაკვირვებით. არაფერი. აბსოლუტურად არაფერი. თავარია სისტემა. თორე ერთი პიროვნება შეიძლება დააჩქაროს, ან შეანელოს ისტორიის ცვლილება, მაგრამ გადამწყვეტი არ არის. საზოგადოების აღზრდა-მთავარი, როგორია განათლების სისტემა უნივერსიტეტებში, სკოლაში, როგორია პროპაგანდა. ადამიანია მისავით არის რა. ძალიან მრწამსია, რატოა ეს აგიტაცია, რომ დიდი ყურადღება ექცევა პროპაგანდას. მოქმედებს ადამიანზე.
90-იან წლების დასაწყისში ეს სამაჩაბლოს კონფლიქტი გორის საზოგადოებაზე რა გავლენას ახდენს, იმიტომ რომ თითქოს ეს ძალიან ახლოს მყოფი საზოგადოებებია. ძალიან ცუდი. და სხვათა შორის ესეც იყო ავანტურა. აი შევარდნაძემ ყველა დიშეს თუ მე გდაუშვა. ჩვენ ეს სამხრეთ ოსეთის ოსები ჩვენთან უფრო შერწყმული იყვნენ ვიდრე ჩრდილო ოსებთან. არ უყვართ ეხლაც. არ იყო ოსური ოჯახი, რომელსაც ქართველი ცოლი არ აყავდა, ან და პირიქით. და შერეული ქართული ოჯახები იყო. მერე ჩაინერგე ეს სიძულვილი. საიდან რუსეთიდან რუსეთმა ყველაზე დიდი არაღად გამოიყენა ჩვენ შორის კონფლიქტის ჩაგდება. და ამას აყვა შევარდნაძე. აყვა აფხაზეთში, კიტოვანი კიდევ დიდ პატრიოტობაზე როზდებდა თავსა. ყველა მისარგებლა, ყველა ცხოვრება იშოვა და ხალხი დატოვეს ისე. ცხოვრების დონე არა დღესა ბევრად უფრო მეტი უნდა იყოს საქართველოში, ვიდრე იმ პერიოდში იყო, მაგრამ გაცილებით დაბალია დღეს ცხოვრების დონე. ამდელი მათხოვარი და მშიერი საქართველოში არა ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს მხედრიონის პერიოდი დაახლოებით და ხელისუფლებების არაკანონიერი ცვალებადობა რა გავლენას ახდენს? გორში რა ხდება ამ დროს? უარყოფით. მაგრამ გორში ისეთი პიროვნება იყო მხედრიონის ხელმძღვანელი, რომ იმათ ავანტურას არ ახვა. გორში მსხვერპლი არ ყოფილა. ეს ძარცვები და თავდასხმები იყო გორში მაგ დროს? ყველგან იყო, მაგრამ იმდელი არა. იმდელი არა. აი რომ შემოვიდნენ რუსები სულ გაძარცვეს, ყველა აი აქ ფეხი არავის შემოუდგია ამ ჩვენ სასწავლებელში. სულ ყველა გაძარცვეს გარშემო მაღაზიები რამე. ინვენტარი გარეთ მეწყო, ახალი ნაყიდი, ყველაფერი ხელი არავის უხლია. ვინ დამიცვა არ ვიცი. შეიძლება შემთხვევით გადარჩით. არ ვიცი, შემთხვევით რატო დადიოდნენ ძარცველები. და მაგ დროს 90-იან წლებში არ მოდიოდნენ ეს მხედრიონები. თქვენ ფაქტობრივად ჩვენთან ხო გეუბნები საბჭოთა პერიოდის ბიზნესმენი ხართ, საქმის გამოვიწყდა. მხედრიონელი იყო, მაგრამ გორელებისთვის თავი დაასდო. არავის არაფერი ნება არ მიხენებია მხედრიონები. დანარჩენ საქართველოში ბაირამობდნენ ვიცი. თქვენ მეურნეობის ხელმძღვანელი იყავით. დიახ. არეულობის პერიოდში და მანამდეც იგულისხმებოდა რომ მეურნეობის ხელმძღვანელებს ან მეურნეობა აქვს წარმატებული, ან ფული აქვს, ან რაღაცა აქვს და ბევრი ადამიანისთვის გაჩნდა ცდუნება რომ ხო არ წავართვათ. ხო რაღაცა არ ვიბანდიტოთ, რაღაცა არ ვქნათ. თქვენ შემთხვევაში არ ყოფილა ეგეთი მცდელობები რომ ეს ხალხი ახალ შეეწუხებინეთ ან პირობითად ეს სუსხი თქვენზე გადასულიყო. მეურნეობები იშლებოდა. აი ეს როგორ გითხრათ რა, ბევრი ავანტურისტი მიეტმასნა ამ ეროვნულ მოძრაობას და დაისაკუთრეს მეურნეობები. მოყვანილი მოსავალი მოკრიფეს, რომ ცხინვალის ომისათვის გვინდაო და გვჭირდებაო. თქვენს მეურნეობაშიც? სულ ყველა მეურნეობაში. მე წამოვედი, სულ ყველა მეურნეობის დირექტორმა დაანება თავი, მოვიდნენ და ეპატრონენ, იქ მუშაობა აღარ შეიძლებოდა. ქაოსი იყო, ქაოსი, განუკითხაობა. განუკითხაობა იყო, საშინელება იყო. ის მეურნეობის ქონება რაც იყო, დანიავდა მთლიანად, გაიზიდა თურქეთში. ახლა თურქეთი რო გამდიდრდა, აქედან 19 საცმელი მიქონდათ და იყიდებოდა, აბა ახლა გაყიდე. დავანგრიეთ კიოსკები, ქარხნები, ფაბრიკები, გორის ბამბეულის კომბინატი 7000 მუშაობდა. გაძარცვეს, გაიტანეს ჯათში. ასევე ქუთაისის ავტოქარხანა ჯარში გაიტანეს. ხო. და რა ვიცი რაღა არა. თქვენ დაგვირობთ რუსთავის მეტალური ქარხანა ეგრეთი იყო? ეროვნული მოძრაობა გადავაქციეთ ჩვენ ეროვნულ დამღუპელ იმად. მაშინ როცა ყველა ახტაცებული იყო და ხო გეუბნები, კომუნისტი იყო თუ
თანამდებობის პირი ყველა ზვიადის გვერდზე დავდექი. ისე გვიხაროდა. რა მოლოდინები გქონდათ? აი, დღევანდელი გადმოსახედიდან რო შეხედოთ, დამოუკიდებელი საქართველო როგორი უნდა ყოფილიყო და რა გამართდა და რა არ გამართდა თქვენი? სწორი წარმოდგენა, იმიტომ რომ ნიადაგობრივი კლიმატური პირობები, გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორიული წარსული, ყველაფერი გქონდა ბრწყინვალე. ყველა ნიადაგი იყო იმისთვის, რომ დღეს საქართველო ყოფილიყო ევროპაში და მთელ მსოფლიოში ცნობილი ეკონომიურად და განათლების და კულტურის დონით ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანა. ცუდად მოვეკიდეთ, ჩვენ ქვეყანას ცუდად პირადი ინტერესები უფრო მაღლა დავაყენეთ, ვიდრე რა ქვია, სახელმწიფო ინტერესი. დააკვირდი პარლამენტის ზოგიერთ წევრსა, თავისას მიაღწიოს და აღარ ეძებს, რომ გაანადგუროს ქვეყანა. ვარდების რევოლუცია რას ცვლის გორში? რა ხდება ახალი ვარდების რევოლუციის შემდეგ და გაამართლა თქვენი აზრით თუ არ გაამართლა, როგორ უყურებთ? რა გითხრა, რო გაემართლებინა ხო დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით. საქმე იმაშია, რომ ეხლა გაჩნდნენ მდიდრები და ღარიბები, ხო? ძალიან ბევრი ღარიბია დღეს საქართველოში. აი ომის დროს რო იყო ისეთი მდგომარეობა. მაგრამ არიან მდიდრები, მილიონერები, მილიარდელები. და ისინი კიდე იბრძვიან მილიარდებისთვის. ადამიანს საზღვარი არ აქვს. ღმერთმა უთხრა ადამიანს, რომ სადამდესაც ირბენო, იქამდე იქნება შენიო. ირბინა, ცუდად გახდა და მე სულს რო სვავდა, თითით შემოხაზა აქამდე ჩემი, აი ადამიანის ბუნება. და სწორე იყო, რომ კომუნისტებს შეზღუდვები ჰქონდათ ქონების შეძენაზე. მეურნეობის დირექტორი ვიყავი 20 წელი. ჩემი მეუღლე იყო ტექნიკუმის დირექტორი და საკუთარი სახლი არ მქონდა. ასეთი წარმატებული ოჯახის, შემოსავალი იმ პერიოდში რამდენი იყო დაახლოებით? მე როგორც ხარისხიანი მეურნეობაში მქონდა 500 მანეთი. ჩემ მეუღლეს ჰქონდა 300 მანეთი. მაგრამ მეურნეობაში მოსავალს რომ ვაჭარბებდით 8000 ტონის ნაცვლად 12000 ტონას ვიღებდით, მე პრემიებს ვიღებდი. წელიწადში ბევრჯერ ამიღია 50000, 90000 მანეთი. ასევე გლეხებსაც მიუღიათ. გლეხები ყველაზე მეტადაც. ანუ ძირითადი შემოსავალი მაინც პრემია იყო, ესე გამოდის თუ კარგად იმუშავებდი. და არა ხელფასი. რა თქმა უნდა. დაინტერესებული იყავი, რომ გეგმა გადაგეჭარბებინა. რომ მე იქიდან პრემია მიგეღო. რაღაცა გერგებოდა. არა, ბევრი კანონი იყო და მე უდისციპლინობა მაქვს ეს ყველაფერი. დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ვისაც რა უნდა მაპატიე და შიშველმა იაროს. დემოკრატია არის კანონის მორჩილება. ყველა უნდა იმ კანონს დავემორჩილოთ. დაარღვევ იმ კანონს და უნდა პასუხი აგო. დღევანდელი გადმოსახედიდან იმ გამოცდილებით რაც დღეს გაქვთ. რას გაკეთებდით განსხვავებულად ეს რო ქონოდათ საბჭოთა პერიოდში? რომელი პერიოდი ჯობდა? არა, აი მაგალითად დღევანდელი გამოცდილებით სწორი ქცევა რა იქნებოდა საბჭოთა პერიოდის დროს, რომელიც აი პირობითად გაითვალისწინებდით. იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ ეპოქაში არ უცხოვრიათ რაღაცნაირად, რომ წარმოიდგინონ ბევრი სხვადასხვა მხრიდან. ყველაზე დიდი არაღი ყველა ეპოქაში არის შრომის მოყვარეობა და პატიოსნება. აი მე დღეს თუ ამ შენობაში ვარ, კვლევითი ინსტიტუტი იყო აქ. ქირით ვიყავი. და კაპიკებში ნულოვან აუქციონზე ხო გითხარით? ნულოვან აუქციონზე რო გაიყიდა, გორელები არ შემეციდნენ. იმიტომ რომ ყველაზე სიკეთე მქონდა და მეგობრობა მქონდა. არავის შემეცილა და 8000 მანეთი ეხლა ამას უნდა მილიონები. და აქედან უნივერსიტეტი, კოლეჯი დავაფუძნე
და სასწავლებლიდან გარკვეული უფრო მეტი შემოსავალი მქონდა, ვიდრე მეურნეობის დირექტორობის პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რომელიც მე იქიდან გამომდინარე შეიძლება გამომრჩა, რომ თქვენ დღეს გაგიცანით და არ კიდევ ვეუბნები, თავარია ჩვენი ამო ახალგაზრდობის აღზრდას მივხედოთ. ზნეობრივი და იდეური აღზრდა მივცეთ ახალგაზრდო. ისინი თვითონ მოუვლიან ქვეყანას. თვითონ უკეთესად განსჯიან. რა არის საჭირო და როგორა. ის რაც გუშინ იყო კარგი, დღეს შეიძლება აღარ იყოს კარგი. ამიტომ დროის შესაბამისად, დროის და ეპოქის აღქმის უნარი უნდა ჰქონდეს. იცვლება ეპოქა, იცვლება საზოგადოება, იცვლება დამოკიდებულება, იცვლება ეკონომიკა, ყველაფერი. და ამ ცვალებადობას რა უნდა შეუხამო შენი მოქმედება. და შენი ამომავალი წერტილი უნდა იყოს შრომის მოყვარეობა, პატიოსნება და რა თავარია ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული. აი ამ სიძულვილით, რასაც მე ახლა უყურებ საქართველოში და განსაკუთრებით პარლამენტში, შორს ვერ წავალთ. ერთმანეთს დაღუპავენ. ერთი მხარეც და მე გამარჯვებული მან არ იქნება. ეს დაიხსომეთ. გამარჯვებული არც ერთი ტყუილა უკრამენ ტარს ან ერთი მხარე ან მეორე. ორივე დამარცხებული იქნება, სამივე, ოთხივე, 10-ვე. თუ გინდა გამარჯვებული ვიყვეთ, უნდა ერთმანეთს გაუწიოთ ანგარიში. ადამიანი სხვადასხვა ხასიათისაა. შეიძლება ჩემი არ მოგწონდეს, მაგრამ პატივი ეცი ჩემ სურვილებს და ასევე მეც პატივი ვცე თქვენ განწყობას და სურვილებს, თქვენ ღირსებას. თქვენთვისაც კარგია ეს, ჩემთვისაც კარგია. აი ახლა თურქულ კინოებს უყურებ, ზოგჯერ სამწუხაროდ ქართული კინოები ნაკლებია. აი სისხლის აღებაზე რა ამბავია. ერთ პატარა მკვლელობაზე თაობიდან თაობას ასე იყო ადრეც. არ შეიძლება, ნათქვამია ქართული ენაზე, სისხლით არ დაილევაო. მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა ააშენებს, მით უმეტეს პატარა ქვეყანა ვართ, არც ნატო გვინდა ჩვენა და არც ევროკავშირი არ გვინდა. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა. და რა თქმა უნდა, ყველასთან უნდა ვიყვეთ ტოლერანტები ვართ და ებრაელები ყველა დიდხანს ჩვენ შევინახეთ. ყველა დიდი მეგობრული ურთიერთობა ვერავინ შეიგუა ჩვენს გარდა. ასევე მრავალეროვანი ქვეყანა ვართ. და ყველა გვიყვა, ვიც კი აქაც ცხოვრობს, ის ჩემთვის ქართველია. დღეს როგორ მიმდინარეობს გორის განვითარება? სწორი მიმართულებით ვითარდება თქვენი აზრით თუ არასწორი მიმართულებით? როგორც საქართველოში, ბევრი კარგად მიდის, ბევრი ისი არ მიდის, როგორც საჭირო უნდა იყოს და ასე შემდეგ. მთელ საქართველოში საჭიროა ჯერ ერთი რა ქვიან რაიონის დელა, ერთი ოლქის დელა ქვეყანა ვართ ჩვენ. და ამდელი გუბერნატორი ყავს, ამდელი მერი ყავს, ამდელი არ არის ამდელი საჭირო გუბერნატორები. თუა მერს არ აქვს არაფერი უფლებები. და სხვათა შორის არც გუბერნატორებს. ცენტრიდან იმართება ყველაფერი. განათლების სისტემა, კულტურა გინდა, პოლიცია გინდა, ყველაფერი. ადრე უფრო დეცენტრალიზებული იყო საბჭოთა პერიოდში უფლებამოსილებები ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლებას მეტი უფლებები ჰქონდა. მაშინ ვიდრე დღეს. რა შედარებაა? ადგილობრივ ხელისუფლებას მეტი უფლებები. და მე როცა მეურნეობის დირექტორი ვიყავი, მე ვწყვეტავდი სოფლის საკითხებს, ყველაფერს. ზოგიერთ საკითხები რაში დახმარება მინდოდა, რაიონს მიმართავდი ან მთავრობას მიმართავდი. თუ რამე კარგს გავაკეთებდი, მომიწონებდნენ. აი მინიმეურნეობაზე რო გითხარით, მომიწონეს და ძალიან პოპულარული გავხდი მაგით. კიდევ ვიმეორებ, ახალგაზრდობის აღზრდაზეა დამყარებული ჩვენი მომავალი. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა.